მოგესალმებით workshop Almighty-ში, სადაც ვამზადებთ ყველაფერს ჩვენი ხელით. მე ვარ ანა, თქვენი გზამკვლევი CNC ტექნოლოგიების სამყაროში. დღეს პირველად უნდა გავხსნათ 22 ვატიანი დიოდური ლაზერით ჭრა გრავირების დანადგარი, algo ლეიზერი და მოდით დავიწყოთ ეგრეთ წოდებული unboxing-ი, როგორ გამოიყურება. პირველ რიგში ვნახოთ ჩვენი honeycomb ბედი, ეგრეთ წოდებული, რადგან გავს ფიჭას, მაგიდა, ასეთ კომპაქტურ ყუთშია შეფუთული და ვნახოთ, ეს არის 40-40 სამუშაო მაგიდა. ასე გამოიყურება ჩვენი honeycomb ბედი. ეს გამოიყენება როგორც მაგიდა ლაზერისთვის და რატო გჭირდება honeycomb ბედი? პირველ რიგში ატარებს ჰაერს, რომ არ დაიწვას მაგალითად ხე ან ფანერა და გვეხმარება ზუსტად განსაზღვროთ, სად მოვათავსოთ ფიცარი, რომ დავიცვათ სიზუსტე ჩვენი პროდუქტის ან ნამუშევრის გამოჭრის დროს. ისეთი თავისი სანტიმეტრი აქვს. გადავიდეთ თავარზე. algo ლეიზერი, როგორც აწერია cutting monster, კომპაქტურად არის შეფუთული, მთლიან მოწყობილობა. მოყვება თავისი air assist-ი და აქვს smart ლაზერი. დავიწყოთ. ხილოთ. უკვე მომწონს. თავისი მატერიალი მოუყოლებიათ. ფანერა სატესტოდ. საყვარელია. support ეს ვნახოთ. მანუალია. როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ლაზერი. ესეთი მოყვება თავისი ინსტრუქცია. ეს რა არის, ვნახოთ. თავისი სატესტო მასალები, ეს არის ორგმინა, რომელთაც გამოდის ძალიან ლამაზი საანთები, ამაზე სხვა ვიდეოებში ვისაუბრებთ მოგვიანებით. ეს არის აუცილებელი ნივთი ლაზერთან ურთიერთობის დროს. ამის გარეშე ლაზერთან მუშაობა არ შეიძლება. აწერია ყველა ყუთს და საერთოდ როდესაც ლაზერთან გექნებათ შეხება, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებაზე. ნახოთ. მაგარია. როგორც ვუყურებ, მოყვება თავისი პატარა კომპრესორი ჰაერისთვის აუცილებელია. სხვა ლაზერებისგან განასხვავებს ის, რომ ძირითადად არ მოყვება ეს დიოდურ ლაზერებს თავისი კომპრესორი და air assist-ი ჰაერის დახმარება და ცალკე გიწევთ შეძენა და algo ლეიზერის შემთხვევაში მოყვება ესეთი პატარა საყვარელი კომპრესორი, გაჩვენებთ, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ნამუშევრები იყოს აბსოლუტურად სუფთა და იდეალურად გამოჭრილი. ჭრის პროცესში აუცილებელია ჰაერის დახმარება. სხვანაირად ნამუშევარი შეიძლება დაიწვას, დაგჭიროთ უფრო მეტი დამუშავება, თუმცა ეს არის ძალიან მაგარი რაღაც. შევძერობით ისევ აქსესუარების ნახვით ვაგრძელებ, იმიტომ რომ ყველაზე კარგ ნაწილს ვინახავ ბოლოსთვის, ერთი სულ მოქვს ნახო, როგორ გამოიყურება ლაზერის მოდული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენს workshop-ში დამზადებული 10 ვატიანი ლაზერი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი სამუშაო მაგიდა, 80 სანტიმეტრის 60 სანტიმეტრზე. და შემდგომში შევადარებთ ამასაც სხვა ვიდეოებში იხილოთ. ხო, მოყვება ამას ესეთი დამხმარე ხელსაწყოები, ასე წყობათ. ეს არის Z ღერძი. ნახოთ რა მოყვება Z ღერძს. უკვე მომწონს, უკვე ძალიან მომწონს. ამას უყენია შედარებით პატარა ნემა. ეს როგორც ჩანს ნემა 17-ია. მაგრამ ამ ზომის ლაზერისთვის საკმაოდ მძლავრია. და ვაუ, მართლაც რო cutting monster. ეს გამოიყურება ლაზერის მოდული. ეს არის, გადავიდეთ აწყობაზე. ძალიან ლამაზი რამეა. აწყობილი ლაზერი გამოიყურება ასე. მარტივად დავუკავშირეთ ლეპტოპს და ვიწყებთ პირველ პროექტს, რაც საშუალებას მოგცემს შევამოწმოთ გრავირების და ჭრის ხარისხი. დავიწყოთ. ვამზადებთ ჩვენს ლოგოს, რომელიც დავაგენერირებინათ AI, შემდეგ შევიტანეთ მცირედი ცვლილებები, გავავექტორეთ და ეხლა გვაგრავირებთ და ვნახოთ როგორი შედეგი იქნება საბოლოო ჯამში. ასე გამოიყურება უკვე დამთავრებული ლოგო,
რომელიც იმდენად მომეწონა, რომ უკვე დავკიდე კედელზე, გამოვიდა საკმაოდ მაღალი ხარისხით გრავირებული, ამ განათებაზე შეიძლება ნაკლებად ჩანს. გსურთ ამან სხვა CNC დანადგარის შეძენა, დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით All-Mighty. ასევე თუ მოგაწონათ ვიდეო და გინდათ შეიტყოთ მეტი CNC დანადგარების შესახებ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. დროებით!